კატერინე ნიჟარაძე, მსახიობი, დედა, ბებია და საქართველოს აქტიური მოქალაქე. კარგი ბავშვი ვიყავი, წყნარი, მშვიდი, თუმცა ცელკი. ჩემ დროს ჯერ კიდე ეზოს კულტურა არსებობდა და ბევრ დროს ვატარებდი ეზოში, ძალიან მიყვარდა თამაში. აქვე დავამატებ, რომ ძალიან განვიცდი ხა, რომ ეხლა აღარ არის დასრულებით დაიკარგა და რაც აუცილებელია, იმიტომ რომ ბევრ რამეს სწავლობს ბავშვი ეზოში, მოძრაობს. სამწუხაროდ ახლა ესე აღარ არის, მაგრამ გადავტისო დაუბრუნდები ჩემ ბავშვობას. დიახ, მე ვცეკვავდი, დამამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი, სადაც ჩავაბარე 9 წლის ასაკში. ბებიამ, დედაჩემის დედამ შეამჩნია, რომ მე მაქვს მონაცემები და არა მარტო ბებიამ, სხვათა შორის ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა ქალბატონმა მაკო ახვლედიანმა, რომელიც გახლდა ელენე ახვლედიანის და არაჩვეულებრივი ქალი. ჯერ მან შენიშნა ეს ამბავი, შემდეგ ბებია ჩემაც დაადასტურა და ასე აღმოვჩნდი თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომელიც ერთი იყო მთელ საქართველოში და მე ვარ ძალიან ბედნიერი ამით, ამ გადასახედიდან რო უყურებ, სიმართლე გითხრათ, მაშინ რთული იყო ძალიან სწავლა. სწავლა რა, თვითონ ბალეტი ძალიან რთული ხელოვნების დარგია, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, მაგრამ აქ ეხლა ხვდები, რომ ძალიან ბევრი რამე მომცა, იმიტომ რომ გიმუშავებს ნებისყოფას, არ შეგიძლია გეზარება დაღლილი ხარ ფეხები გადატყავებული პოანტებისგან, მაგრამ შენ მაინც უნდა ჩაყო ფეხი პოანტში, შენ მაინც უნდა დადგე ძელთან და იმუშაო და მოკლედ ძალიან კარგი და საინტერესო იყო ეს პერიოდი ჩემ ცხოვრებაში და ბევრ რამეშიც გამომადგა ეს ცეკვა მერე ისედაც პროფესიულად თუნდაც თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მე ავრჩიე სხვა პროფესია, მაგრამ ცეკვა მაინც ყოველთვის მეხმარებოდა და ძალიან მიყვარს დღემდე. ასევე დავდიოდი მუსიკაზე 10 კლასი. ან მეცადინეობდი მუსიკასაც, დავდიოდი ბალეტზე, საკმაოდ აქტიური ბავშვობა მქონდა. და არ ვიკლებდი არაფერს. ამავდროულად არც სპექტაკლებს, არც კონცერტებს, არც ოპერაში, ვინც კი ჩამოდიოდა გასტროლებზე და ისედაც ჩვენი დასიც, როდესაც ეკვავდა, თითქმის ყველაფერზე დავდიოდი მუდმივად, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩემთვის ერთადერთი ტრანსპორტი იყო მეტრო, იმიტომ რომ სახლთან ძალიან ახლოს მქონდა და ამას იმიტომ უსაო ხაზს, რომ დღევანდელ დღეს ვერავინ ვერაფერს ვერ ასწრებს და მე ვასწრებდი უამრავ რამეს, არა მარტო მე, საერთოდ ალბათ ჩემი თაობის ბავშვები. ოჯახი სადაც ვიზრდებოდი, დედაჩემისთვის, დედაჩემი ესეთი ფენომენალური ქალია და დღემდე ესეა, აგერ 86 წლის არ 87-ის ხდება ეხა ძალიან მალე ერთ თვეში. მისთვის ყოველთვის პირველ რიგში იყვნენ ბავშვები. შვილები ჩვენ ვიყავით მისთვის მთავარი ობიექტი, დედა და მამა ადრე გაცილდნენ და ამიტომ მანამდე სანამ ერთად ცხოვრობდნენ, მამა ჩემი იყო მუსიკოსი, პიანისტი, თვითონ ისეთი აქტიური, გულისხმობ იმას, რომ ყავდა სტუდენტები, ამავდროულად თვითონაც მეცადინეობდა სახლში და კონცერტები ქონდა, გასტროლები ქონდა და ამიტომ დედას ძალიან უჭირდა და ამავე დროს ქონდა ძალიან რთული ფორმის დიაბეტი, უმძიმესი და ამიტომ დედას უჭირდა ბავშვებს და მამასთან ერთად აი დროის გადანაწილება და შემდეგ უკვე მთლიანი ყურადღება გადმოვიდა ჩვენზე გაცილების შემდეგ ჩემ ძმაზე და ჩემზე და დედაჩემმა ჩვენ განათლებას და ჩვენ აღზრდას დაუთმო ძალიან დიდი როლი და ეს დღემდე მოყვება ჩვენ ოჯახს, იმიტომ რომ შემდეგ დედაჩემი უკვე ჩემ შვილებზე გადაერთო. ეხლა ძალიან განიცდის, რომ შვილთა შვილებს უკვე ამდე ყურადღებას ვერ უთმობს, მაგრამ მაინც გვაკონტროლებს ყველას ტელეფონით, WhatsApp-ით და ასე შემდეგ. ვინ რას ვაკეთებთ, ვინ რა ვჭამებთ, ვისაც წავედით, წამოვედით და ასე შემდეგ. იცი რა, მინდოდა, როგორც აღნიშნე, დავდიოდი ბალეტზეც და დავდიოდი მუსიკაზეც. და აი სკოლას უკვე რომ ვამთავრებდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ან კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, ან
ხა ვინაიდან ქორეოგრაფიულ სასწავლებლებს არ აქვს უმაღლესი განათლება, ანუ სასწავლებელი არის თავისთავად უკვე ამ დარგში უმაღლესი განათლება, მაშინ ოპერაში უნდა გამეგრძელებინა ცეკვა, მაგრამ არ მინდოდა დიდად სიმართლე გითხრათ, არც ერთი, არც მეორე და ამიტომ ვიპოვე რაღაცა შუალედი და ავირჩიე თეატრალური, იმიტომ რომ თეატრი ხელოვნების ის დარგია, სადაც მუსიკაც არის, ქორეოგრაფიაც არის და ასე შეირწყა ჩემთვის, ასე ვთქვათ, რაღაც არ ვნანობ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კიდე რაღაც სხვა ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში, ეტაპი, სადაც მე ვსწავლობდი არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ბატონ გიზო ჟორდანიასთან, მე იქ შემხვდა ჩემი სიყვარული, ვისთანაც შემდეგ შევქმენი ოჯახი, ნიკო გომელაურთან, ყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი და თეატრშიც გამიმართლა, ვიმუშავე კარგ რეჟისორებთან, კარგ მსახიობებთან, ხალხი მცნობს ქუჩაში, ვუყვარვარ მათ და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. თეატრალურში გამაოცა იმან, რომ ერთი დიდი ოჯახი დამხვდა. მაშინ ინსტიტუტი ძალიან პატარა იყო, ერთი შენობა იყო და აბსოლუტურად ყველა ვიყავით რაღაც მართლა ერთი დიდი ოჯახი, ერთმანეთის სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე შევდიოდით, ვიპარებოდით, ორი ბუფეტი ქონდა. ძალიან საყვარლობა იყო, იმიტომ რომ იქ ვითარდებოდა მთელი ეს დრამები, სასიყვარულო ამბები და ასე შემდეგ. კარგი დრო იყო, მოკლედ. კარგი რეჟისორი ჩემთვის პირადად არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა იყოს ნიჭიერი. კარგ რეჟისორს კარგად უნდა შეეძლოს, რომ აუხსნას მსახიობს, არტისტს თუ რა უნდა მისგან, რას ითხოვს, რა უნდა, რა შედეგი უნდა რომ მიიღოს, არ შეიძლება რომ უთხრას პირდაპირ შენ გამოხვალ მარჯვენა კულისიდან და დადგები მარცხენა კუთხეში. რატო გამოდიხარ, ასაკეთებ, აუცილებლად უნდა უყვარდეს მსახიობი. იმიტომ რომ სპექტაკლი იდგმება მსახიობისთვის. როგორც კი პრემიერას ვითამაშებთ, ჩვენ ვრჩებით იქ. და რეჟისორის საქმე იქ მთავრდება. ასე რომ რეჟისორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსახიობმა შემდეგ შეძლოს, რა თქმა უნდა, მსახიობმაც უნდა გააკეთოს, მარტო რეჟისორის ის არ არის, რა ქვია, პასუხისმგებლობა. მსახიობმა და რეჟისორმა ერთად უნდა გააკეთონ ის, რომ შემდეგ მაყურებლამდე მიიტანონ ის სათქმელი, რაც იყო ჩანაფიქრში და რაც უნდა რომ მაყურებელმა დაინახოს და იფიქროს. მე მარჯანიშვილის თეატრში მიმიყვანა დათო დოიაშვილმა 95 წელს და მასთან ვითამაშე ჩემი ესეთი სერიოზული პირველი ორი როლი, ეს იყო სამი და ჩეხოვის და შემდეგ იყო ოსკარ ვალიდის სალომეა. შემდეგ ბატონ გიზოსთან ინსტიტუტში რა თქმა უნდა მუშაობდი და უდიდესი სიამოვნება აი ამ ორივე რეჟისორთან, ბატონ ლევანთან, იმიტომ რომ სამივეს აქვს არაჩვეულებრივი იუმორი და ესეც აუცილებელია რომ კონდეს ბატონ ლევან წულაძესთან სამივეს ქონდათ აი ჩემ ჩამოთვლილი რეჟისორების ქონდათ არაჩვეულებრივი იუმორი და ეს იყო უდიდესი სიამოვნება მათთან ერთად მუშაობა. ბოლო 2 წელი მე ვთამაშობ ბერლინის დოიჩე თეატრში, ეხლა აღარ ვთამაშობ, უკვე გამიმთავრდა კონტრაქტი. ვთამაშობდი დოიჩე თეატრში, ეს არის არაჩვეულებრივი ძველი ტრადიციული თეატრი. ნინო ხარატიშვილის პიესაში პენთეზილეა რეკვიემი ესე ქვია. ეს არის ნინოს პიესა, თვითონ ნინომ დადგა. კორპროდუქცია გერმანელების და ქართველების, აქედან ვიყავით ორი მსახიობი, მე და ანანო მახარაძე და სამი მსახიობი იყვნენ ამ დოიჩე თეატრის წამყვანი მსახიობები, არაჩვეულებრივები. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, ჯერ ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც არანაირად არ ელოდები, რომ რაღაც შეთავაზებას მიიღებ მით უმეტეს ამ ხელა პროექტის. ეს იყო ძალიან სასიამოვნო პირველ რიგში და მეორე ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი და არაჩვეულებრივი პიესა, ეს არის ანტიკური თემა, მოქმედება ხდება ტროაში, ტროაზე და
მე ვთამაშობდი ამორძალების დედოფალს პენთეზილიას, რომელიც ჩამოდის ტროაში, რათა მოკლას აქილევსი. შინ არ საყარ მოყვები. არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ენა საერთოდ არ ვიცი. იყო ძალიან საინტერესო გერმანულის და ქართულის, ანუ მე ვთამაშობდი ქართულად და ჩემი მეწყვილე კერძო მსახიობები გერმანელები გერმანულად და ეს იყო ურთულესი, იმიტომ რომ ენა არ იცი და ბუნებრივი ხა ტექსტი კი ვიცი, რასაც ამბობს, ხო, მაგრამ ძალიან ისეთ სიზუსტეს მოითხოვდა და ვინც კი ნახა ეს სპექტაკლი, ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ მე გერმანული საერთოდ არ ვიცი, ისე და იმათმაც ქართული, რა თქმა უნდა, ისე იყო ეს საინტერესო ძალიან აწყობილი და დიდი მადლობა ნინოს ჩვენ უნიჭიერეს და გადასარევს, რომ ესეთი შესაძლებლობა მომცა. მე აზრს ვერ გამოვთქვა ამ სპექტაკლზე მარტივი მიზეზის გამო სპექტაკლი არ მინახავს. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საშინელი წინააღმდეგი ვარ სპექტაკლის უნახავად რაღაც ამოგლეჯილი ნაწყვეტებით მსჯელობა სპექტაკლის თაობაზე და მით უმეტეს მსახიობების აი ესეთი არ ვიცი რა სიტყვა ვერ ვიტან სიტყვა ბულინგს, მაგრამ ნუ ახან ამას ხმარობენ, მეც განმეორდები მსახიობების ბულინგს განსაკუთრებით ქალბატონების და მინდა აქ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო კეთის მიმართ, მე მას არ ვიცნობ, არასდროს არ მინახავს არც სცენაზე, არც ისე ცხოვრებაში. ძალიან წინააღმდეგი ვარ მაგისი, მაგრამ აქვე მე მინდა დავამატო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო დათა თავაძის სპექტაკლის ლიბერტეს რაც მოხდა, არ ვიცი, თუ გახსოვთ და ვისაც არ ახსოვს, შეგახსენებთ კონტექსტიდან ამოგდებული ძალიან ცუდად ჩუმად გადაღებული ვიდეოს გამოტანა და რა მოყვა შემდეგ ამ ამბავს გვახსოვს, საპატრიარქოც კი ფეხზე იდგა და იმუქრებოდნენ, რომ ანათემას გადასცემდნენ ყველას, მსახიობს, რეჟისორს, არ ვიცი, მაყურებელს, ვინც კი იქ არ ვიცი, იმ ქუჩაზე ჩაუვლია, მათაც კი მიქანდნენ არ ვიცი, რაღაც ადამიანების ჯგრო, სხვანაირად მათ ვერ უწოდებ, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის მეთაურობით, მიიყვანეს მამაო, მიიყვანეს ვიღაც ქალბატონები და რამეს ჩაქოლვით იმუქრებოდნენ და ცოტა უნდა დავფიქრდეთ იმაზე. რას ვამბობთ, რას ვაკეთებ და არ უნდა დაუშვათ ერთი პრეცედენტი იმისათვის, რომ ამას არ მოყვეს შემდეგ მეორე. შევხვდი ცუდად. სიმართლე გითხრათ, როგორ შეიძლება შეხვდე ცუდ დიაგნოზს კარგად, მაგრამ ეს არის ადრეს მithქვავს და ეხლაც განმეორდები, აი რაღაცა რამოდენიმე დღე არის აი ესეთი ცოტა შოკის მომგვრელი, შემდეგ ხვდები რომ ხა თავი ხელში უნდა აიყვანო და ამას გაუმკლავდე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, როგორ მიიღებ შენ თვითონ ამას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოყარო ყურები, არ უნდა დაყარო ფარხმალი და არ მithქვავს რატომ მე, იმიტომ რომ მე ვიცი ზუსტად რატომ მე. და აქვე შემილია ჩემი დაკვირვებაც არა, ну, რა ვიცი, რაც მგონია რომ იყო მიზეზი, ეს არის ჩემი ხასიათი, მე მაქვს ხასიათი, რომ მქონდა უпроსწორად, ახლა აღარ ვარ ესე, იმიტომ რომ გავიზარდე და რაღაცები ვისწავლე. ხასიათი, როდესაც მე არასდროს არ გამოვხატავ ჩემს ემოციას. თუნდაც ეს იყოს გაბრაზება, წყენა, ძალიან ბევრი რამის მოთფენა შემეძლო ადრე და ძალიან ბევრი რამეც მომითფენია და ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი. თუ რამე გაწუხებთ, ასე აუცილებლად უნდა გამოიტანოთ და თქვათ, იმიტომ რომ ეს გროვდება და მე სადმე აუცილებლად იპოვის სხვა გასასვლელს, არც თუ ისე სასიაფოვნოს. ეხა უკვე ესე აღარ ვარ, თუ რამე მაწუხებს და თუ რამე არ მომწონს, ამას პირდაპირ ვამბობ და არ ვიგროვებ. უდიდესი როლი ჩემს ცხოვრებაში შეასრულა ჩემი ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორმა ბატონმა ბარამ ბარამიძემ, იმიტომ რომ როდესაც მე სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე უკვე თეატრალურ ინსტიტუტში, დაგვიბარა მე და დედად, სადაც მითხრა, რომ მე უნდა წავიდე სასწავლებლად ამერიკაში 1 წლით გაცვლითი პროგრამით ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და იქ ვისწავლო.
მე უნდა მეცხოვრა ოჯახში 1 წელი და იმათი ქალიშვილი იცხოვრებდა ჩემთან, დედაჩემთან ნახალოვკაში. მაშინ ნახალოვკა იყო ნაძელადევი. და მართლაც ესე მოხდა. მივხვდით იმის, რომ მე უარზე ვიყავი, იმიტომ რომ ამბობდი, რომ თეატრალურში ჩავაბარე და ვერაფერ ვერ წავალ. და ყველა საინტერესო არის ის, რომ ეს არის 1999 წელი და ამერიკა იყო, არ ვიცი, ხა მარსზე უფრო მარტივად წახვალ დღეს, ვიდრე მაშინ ამერიკაში. მაგრამ მე წავედი და ვისწავლე და კიდევ არიან ადამიანები, თუნდაც დოი, რომელმაც მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრში, თუნდაც ნინო ხარატიშვილი, რომელმაც უცებ ბერლინში არაჩვეულებრივ პროექტში მიმიწვია. ბევრი ასეთი ადამიანი. ნიკოს უდიდესი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. სხვანაირად როგორ შეიძლება ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, გვყავს 2 საერთო შვილი, უკვე შვილიშვილებიც. ნიკო არაჩვეულებრივი მამა იყო, მას მერეც რაც გავშორდით ერთმანეთს, აღარ მოვყვები დეტალებს თუ რატომ გავშორდით და როგორ, მაგას აღარ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა და ძალიან ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ როგორ იქნებოდა დღევანდელი ჩვენი ოჯახს გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება ნიკო ცოცხალი ყოფილიყო. იგივე ჩვენ შვილიშვილებს როცა უყურებ, ეს ზუსტად ვიცი, რას ეტყოდა დაუშვათ უფროს თინას, როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ამ ეს კარგად ვიცი, იმიტომ რომ ნიკოს ვიცნობდი ძალიან კარგად და ძალიან დიდი სიყვარული იქნებოდა მათ შორის. ასევე ვიცი ზუსტად სად იქნებოდა ის როგორც მოქალაქე. და ის იმაზეც მიფიქრია, რომ ნიკო რო ცოცხალი ყოფილიყო ეხლა და გარიყო რუსთაველზე ჩვენთან ერთად. ნიკოს ალბათ თავიდან მოკლავდნენ და როგორც ხდება ხოლმე, როგორც ყველას გულანძღავენ და გვეძახიან დახელფასებულებს, მოსყიდულებს, უსამშობლოებს, მახინჯებს, აკაცუკებს და ასე შემდეგ. აი ამ სიაშიც იქნებოდა ნიკო, ეგ ზუსტად ვიცი. და ადამიანები, რომლებიც მას აღმერთებდნენ, დღეს რომ ყოფილიყო ესე და მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ეს ესე ყოფილიყო და ავიტანდით იმას, რასაც რისი როგორი წლეხის ქვეშაც აღმოჩნდებოდით. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ესე იქნებოდა. ნიკო ძალიან ნიჭიერი იყო. ახლა ინსტიტუტშიც მე რო პირველად ნახე ის სცენაზე საკურსო სპექტაკლში ლევან მირცხულავ, რეზო მირცხულავას ეძახდნენ ესე მის პედაგოგს. გუშინდელნი არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო და ბევრი კარგი მსახიობი თამაშობდა იქ, მისი კურსელები და ასევე მოწვეული მსახიობებიც. არაჩვეულებრივი იყო სცენაზე, დავინახე, ფაქტურითაც უხდებოდა ძალიან სცენას და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს კარგი გარეგნობის, მაგრამ სცენაზე დაიკარგოს და პირიქითაც შეიძლება რომ არ ქონდეს რამე განსაკუთრებული გარეგნობა, მაგრამ სცენაზე დგება და ხდება ღმერთი. და ნიკო უხდებოდა სცენას და იყო ძალიან მართალი და ნიჭიერი და სრულიად გაგიჟებით უყვარდა თავისი პროფესია. რაღაც ფანატიზმამდე გიждდებოდა. ამის გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. მე და ნიკო არ გავშორებულო ვართ ერთმანეთს ნიკოს მეუღლის გამო. ეს თავისთავად მოხდა ეს რაღაც ჩვენი შიდა პრობლემები იყო და რატომ უნდა ვქონდეს ნინასთან ცუდი ურთიერთობა? მეგობრობთ, ჩვენ საერთოდ ყივილი გვაქვს და რაც მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, არ მესმის, როცა ხოცავად ერთმანეთს. ძალიან, რა ვიცი, ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივია და სწორი ალბათ უფრო. ხო, ცივილური, რა თქმა უნდა. ძალიან სიამოვნებს ეს კითხვა რაღაც აგიბავ თუ თქვენ ესე ფიქრობთ, დიდი მადლობა ამისათვის. სამწუხაროდ მე სარკეში რო ვიხედები, სრულიად სხვა სურათს ხედავ, მაგრამ ეგრეა, კანონზომიერია ეს ყველაფერი, ასაკი მემატება. არა, არაფერს არ ვაკეთებ ამისათვის. თუმცა მინდა რაღაცებს გაკეთებ, მაგრამ ჯერ ვერ მივედი მაგამდე. აი თმასაც არ ვიღებო, მაგრამ თმას შეგნებულად არ ვიღებავ და არც ვაპირებ. შრომა მართლაც არ მეზარება და მიყვარს, უფრო მეცაც გეტყვით, თუ რამეს არ ვაკეთებ, ვარ ძალიან ცუდად ფიზიკურადაც, მენტალურადაც, ვერ ჩერდები. ფიზიკურად ვშრობობ ისე, რომ არ ვიცი, ხალხს უყვირს. მიხოთ იმის რომ ხან წელი მტკივა, ხან ბეჭი მტკივა, ხან მხარი სულ რაღაცა მტკივა, მაგრამ მაინც უმუშაობ, იმიტომ რომ არ ვიცი, მიყვარს. ხანერად უბრალოდ არ შემიძლია და რაც შეეხება სოფელს, იმიტომ გადავედი, რომ უკვე აუტანელია ქალაქში ცხოვრება და
რაღაცა ასაკში გინდა სიწყნარე, სიმშვიდე, ჩიტების ჟღურტული, მამლების ყივილი და ასე შემდეგ. ყველაფერი მომყავს, ბოსტანი. ხა მე მარტო არ მუშაობ, მე როცა არ ვარ ჩემი მეზობლები მეხმარებიან ძალიან, მაგათ ვენაცვალე, ძალიან კარგი მეზობლები მყავს, მაგაში გამიმართლა და რაც შეეხება ბოსტანს, ну არ ვიცი, ყველაფერს ზაფხულში არაფერს არ ვყიდულობ, ბაზარში რომ მივდივარ ხოლმე ცოტა გული მწყდება, რომ აი რომ მიდიხარ რაღაცის საყიდლად რომ გინდა რომ იყიდო, აბა შენ თვითონ რომ გაქვს ბოსტანში, რაც კიტრი, პამიდორი, ყველაფერი. თავიდან მაგალითად ბადრიჯანსაც მინდოდა ბადრიჯნის მოყვანა, მე მივხვდი რომ ადგილს იკავებს, იმიტომ რომ არ მოდის ისეთი მოსავალი, როგორიც მინდა რომ მოვიდეს. ნელ-ნელა რაღაცები ვისწავლე, ამოვაგდე, მაგალითად სალათს აღარ ვრგავ, იმიტომ რომ იმდენი მოდის რომ ფიზიკურად კი არ იგებ რაღაცას გამოუგზავნი და ეჩემს გამოუგზავნი მეგობარს მისცემ არ ფიზიკურად იმდენია რომ ვერ ვერევით. ხო, ნელ-ნელა დავხვეწე ბოსტანი. ჩემი მთავარი ბოსტანში მოსავალი, რაც ძალიან მინდა რომ იყოს ბევრი, ეს არის პამიდორი, რომლისგანაც მე შემდეგ ტომატსაც ვამზადებ, პამიდორის ჭირს ვამზადებ და ისედაც მივირთმევთ, კიტრი, მწვანილი, ყაბაყი, რომელიც ასევე ისე ბროლდება, რომ გული მისკდება ხოლმე, მაგრამ ვერევით, ну ხილი მაქვს, ვენახი მაქვს, ღვინო მაქვს, ჭაჭას ხთი და ასე შემდეგ. ვაიმე გიჟდები. სამწუხაროდ ეხა აი ეს ბოლო 2 წელი ვერ ვუთმობ რა, კი ვუთმობ, მაგრამ იქ ვერ ვარ ფიზიკურად. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მე მინდა რომ ვიყო, იმიტომ რომ ქვეყანაში ისეთი ამბები ტრიალებს, რომ ვერ ვისვენებ, ვერ ვირგებ იქ ყოფნას. აი წავალ და მინდა რომ წყნარად ვიყო იქ. რომ ვიმუშავებ შემდეგ დავისვენო, ჰამაკში წამოვწვე, წიგნი წავეკითხო, ანუ გავისეირნო სადმე ორღობეში, მაგრამ არ გამომდის სამწუხაროდ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემ შვილებთან, გავზარდე ძიძის გარეშე, ანუ მე და ჩემი მეხმარებოდა, მაშინ არ იყო ეს ძიძების ინსტიტუტი. ასე რომ ჩემ შვილებთან მაქვს ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა, ისინი მუდმივად ჩემს გვერდით იყვნენ, იმიტომ რომ პირველი 2 უფროსი შვილი გავაჩინე ინსტიტუტში ვსწავლობდი ჯერ, დამტოვებელი არ მყავდა, მათთან ერთად დავდიოდი ინსტიტუტში, ჯერ ერთთან, მერე 2-თან, შემდეგ უკვე თეატრში რომ მივედი, თეატრშიც მიმყავდა, კულისებში ეძინათ, საერთოდ მაგთაობის ბავშვები ყველა თეატრში არიან გაზრდილები, იმიტომ რომ ვერსად ვერ ვტოვებდით, ამ დროს უნდა გვემუშავა, ტრანსპორტი არ იყო, ეს არის 90-იანი წლები და ფეხით, 2 ბავშვით, მერე 3 ბავშვით, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, მაგრამ ისევ და ისევ რაც არ კლავს ის გვაძლიერებს და აიხაც რომ ამბობენ რომ აიმე რუსეთმა გაზი არ გადაგვიკეტოს, ანუ გადაგვიკეტოს, არ ყველაფერს ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და მე პირადად მაგისი აბსოლუტურად არ მეშინია. შეშის ფერზე გავზარდე ჩემი შვილები და გადავიტანთ ყველაფერს. მოვერევით. დამწყებ მსახიობებს. აი ჩემმა შუათანა შვილმა მაგალითად სკოლა რო დაამთავრო, გადაწყვიტა რომ თეატრალურში ჩაებარებინა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი მე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული და ამავდროულად დაუფასებელი პროფესია. დაუფასებელს გულისხმობ ანაზღაურებას, იმიტომ რომ ვისაც გონია რომ მსახიობებს ჰონორარებს უხდიან იმისთანაც, რომ აშენდები და აყვავდები, ეს ნამდვილად ესე არ არის. მით უმეტეს მამაკაცისთვის ეს ალბათ კიდევ უფრო რთულია და მაგიტომაც მე სულ ვეუბნებოდი, რომ არ კიდე არ ჩააბარო, მე არ მინდოდა რომ ყოფილიყო, რომ აი ნიკოს შვილია. მოკლედ ბევრი მიზეზი იყო იმისა, რაც რის გამოც არ მინდოდა რომ ჩემ შვილს ჩაებარებინა თეატრალურში, მაგრამ მან მაინც აირჩია ეს გზა. დაამთავრა ბატონ გიზო ჟორდანიასთან, ესეც საოცრება იყო, იმიტომ რომ ბატონ გიზო სულ ამბობდა, რომ ეს ბავშვი ჩემ ხელში გაჩნდაო, რომ მართლა მის ხელში ინსტიტუტში გავაჩინა ჯეჯიკო 93 წელს და ეხლა უკვე ჩემი სტუდენტიაო და ამდენი წელი იყო გასული და ბატონ გიზო მუშაობდა კიდე, მისი ბოლო ჯგუფი იყო სამწუხაროდ.
შემდეგ რომ დაამთავრა ინსტიტუტი, მიხვდა რომ აღარ უნდა და რაღაც სხვა მიმართულებით წავიდა რა და ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, თუ ეს პროფესია ძალიან არ გიყვარს და არ ხარ მზად იმისათვის, რომ მთლიანად დაუთმო შენი თავი, თან ისევ და ისევ მინიმალური ანაზღაურებით და ცხოვრება რთულია, იმიტომ რომ ახალგაზრდას ოჯახიც უნდა, არ ვიცი, წასვლაც უნდა, მოგზაურობაც უნდა, ეს არ არის მარტო რომ თეატრში ვითამაშე და უშოთ სპექტაკლი და წამოვედი სახლში და ვარ ძალიან ბედნიერი. კი, ხარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ბევრი სხვა რამეც არსებობს. და კიდევ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პედაგოგი, ვინ იქნება პედაგოგი, როგორ განათლებას მოგცემს, რას გასწავლის. მოკლედ ბევრ რამეს აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ თუ ადამიანს უნდა რომ გახდეს მსახიობი, არ მგონია ხა ჩემი რჩევით, ან არ გახდეს, გადაიფიქრებს, ან არ გადაიფიქრებს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ამ პროფესიას აირჩევს. დიდი მადლობა, ვინც კითხვები გამომიგზავნეთ. ვიცი რომ ბევრ თქვენთაგანს არაერთხელ გაგვთეს ჩემი ამბები მოსმენილი და მაინც რომ გაინტერესებთ.